ონკოლოგიური დაავადებები. ონკოლოგიური დაავადებები მედიკო-სოციალური პრობლემაა, ჩვენ ამას ხშირად ვსაუბრობთ. მთლიანად იცვლება ადამიანის ცხოვრების წესი განმკვლელ ეტაპზე, დღეების განმავლობაში. ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე მოიმატებს 1.5-ჯერ. სიმპტომების მაჩვენებელი გაიზრდება 50%. პრობლემები. რიჭოებს ხედავთ დღევანდელ კიბოსთან ბრძოლის პოლიტიკაში საქართველოში. ძალიან რთული ახალგაზრდა კადრების აღზრდა და პაციენტების ერთი ქოლგის ქვეშ, ერთ სივრცეში პურა. პრობლემა არის დაფინანსება, რა თქმა უნდა. პრობლემაა პირველადი კვლევების არ დაფინანსებასთან და ვერ დაფინანსებასთან დაკავშირებით. 10 წელი ვიცით და ვერ გადავარდეთ პრობლემა. კიბოს ფსიქოლოგია. ეს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა. ის რომ ონკოლოგიურ პაციენტს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, ამაზე ძალიან არ აქვს. ეს არის უკვე უცებია. ფსიქოონკოლოგიური დახმარებოდეს პაციენტს და არა მარტო პაციენტს, არამედ მის ოჯახის წევრს და შეიძლება ექიმის დახმარებაც დასჭირდეს. ეს პრობლემები მას დარჩა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიში, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურად განიხილება, ეს არის დაავადების დაბრუნების შიში. განადგურებული ფსიქოლოგიურად და მას ძალიან სერიოზული იმ მომენტში დახმარება სჭირდება. ონკოპაციენტების ფსიქოლოგიური დახმარება. სად ვართ და საით მივდივართ? რა სერტიფიკატი უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ონკოლოგიურმა კლინიკამ აიყვანოს ეს ფსიქოლოგი? ფსიქოლოგებს პირდაპირ ონკოლოგიურ პაციენტთან მუშაობა ძალიან უჭირთ, გაუჭირდებათ, იმიტომ რომ არის ცენი სპეციფიკა რა არის ონკოლოგია. არის თემები, რომელიც კეთილინების საფუძველზე ჩვენ თვითონაც შეგვიძლია მოვაგვაროთ. ფსიქოთერაპიის და ფსიქოთერაპევტის რეგულაცია საქართველოში არ არის. მუშაობა ამ მიმართულებით ნამდვილად ღირს. ნახეთ, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მათ ყოველთვის გამარჯვების იმედი ჰქონდა. ყოველთვის. ექიმი ონკოლოგი პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და ფსიქოთერაპევტი ფსიქიატრი თამარ კახნიაშვილი სტუმრად ეკა სანიკიძესთან. მედიდია ხუთშაბათს ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.